ნება მივოდეთ წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი. სიკეთით და იუმორით სავსე კაცი, კოტე მჟავია. მოგზავნი ჩემო კოტე. მოდი შეგენაცვალე. სალამი. გამზადი. შეგი რამდენი რამ მაქვს მოსალოცი დღეს რა, რამდენი რამ მაქვს მოსალოცი, გილოცავთ ახალ სტუდიას, გიობატონო, საოცარი სილამაზეა, როგორი თბილებით ახართ, მოკლედ, მთელი გუნდი ისეთი თბილი და ლამაზი სტუდია გაქვს და სული და გულით გილოცავთ რა. ასევე უწრფელად უნდა მოგილოცო საიუბილეო, იუმორინას კონცერტების ასე აი ფოიერვერკით ჩატარება და გაგახაროთ ღმერთმა რომ აი ესე ემსახურებით ჩვენს ქვეყანას და რა ვიცი არც სითბო გაკლიათ არც სიყვარული ამის გამო და მადლობა გულწრფელი რიგითი მოქალაქისგან მეტი არაფერი შეგენაცვალე შენ ამ დიდი ოჯახის და დიდი გუნდის სრულუფლებიანი წევრი ხარ და ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და ახალი ჩამოსული ხარ შენ გურიიდან და ახალ-ახალი ისტორიებით დახუნწული ბრუნდები და გაუზიაროთ ეს ყველაფერი ჩვენი შოუს მაყურებელს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მოკლედ მოვიკითხე 1, 2, 3 და ჩემს უსაყვარლეს ბატონ ლადო სირაძეს მივადა იქ და ლადია რა ვახარ ბიჭო მეთქი მე ვთხარი და გოტია მომითხრა სახსრები მაწუხებს და უსახსრობა. ორი რაღაც აი სახსრებიო კი მივხვდიო ასაკის ბრალია, მაგრამ უსახსრობა ვერ გევიგერი, ისე ბრალიაო, ამდენი წელიაო. და იგივე მოკითხვას რომ არ გავცდე, მოკლედ, დათოიას ვეუნები ჩემეზობელს, რა შევი მეთქი, როგორ არის მიდი შენი საქმეები, ახლა ყველას ბანკის ვალი გვაქვს მოგეხსენებათ, ჩემო ბატონო და რა ვქნა კოტიაო, მითხრა, ბანკის ვალს ვიხდი სექსუალურად. ой, ბიჭო, ვერაფერში დავაკავშირე ახლა ეს და ეგ რანაირად არის მეთქი და სულ კუნესაკუნესითო. ბევრს ეცნო დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. შვილი მიადგა ბაბუას. ბაბუას უჭირავს საინტერესო ჟურნალი, ეგრეთ წოდებული Playboy-ს რო ვეძახით ხოლმე, ცოტა აჭრელებული. აჭრელებული და ბაბუო, რას კითხულობო კაცო და აინტერესა და ისტორიულ რომანსო. ბაბუ ესო ისტორიული არ არისო კაცო რაღაც სხვა არისო. ესო შენთვის სააშვილო სხვა თორე ჩემთვის ისტორიულია უკვე. ეხლა ხანს გავიგებ თლათ ახალი ამბავი. აგერ სულ ამდილანდელი ვარსკვლავი რომ მოწყდება, ხო იცით ვარსკვლავი? სურვილი რომ უნდა ჩაიფიქროს, სურვილი და ერთი გურული თურმე ისე დაიბნა ვარსკვლავი რომ მოწყდა, დილით ეზოში დახვდა დიდ ძუძუებიანი ლექსუსის ჯიპი. გაერთიანა ყველაფერი. რას არ გაიგებ ბიჭო? ხო და რო არ დამავიწყდეს იმის არ იყოს ლამარიაო, რა ქვიაო იმ გერმანელს ტვინი რომ ამირიაო, ალცჰაიმერი. გერმანელს მოკლედ ამასინად ბევრჯერ ვახსენე ბატონი პაპულა თალაკვაძე და კიდევ ერთხელ მინდა მოვეფერო კი ბატონო გარდაცვლილი აცხონოს ღმერთმა და საოცარი ადამიანი იყო და ბათუმში მოღვაწეობდა ეს კაცი მოკლედ და სოფელი მთისპირში დედულეთში ქონდა სოფელი და მეზობელი სოფლიდან ასკანიდან ყავდა თავისი მეგობარი წაყვანილი ბათუმში თანამშრომლად და ამ მეზობელს ამ ისაკი ერქვა ამ კაცს გარდაეცვალა мама და მთელი კოლექტივი ბათუმიდან ორი იკარუსით ჩამოვბრძანდნენ დასაფლავებაზე ახლა წესია ესეთი და ახლა პაპულა რა თქმა უნდა მოემზადა ამისათვის რომ ახლა პირველად მოდიოდა ეს სტუმრები რაღაცა და გასვენებაში არ დატოვა ეს ხალხი და ამ ორმა იკარუსმა ხალხმა გამოიარა პაპულასთან და პაპულასთან გაიშალა სუფრა და იქეიფეს მოგდეთ გემრიელად კარგ და მეორე დილით იუზა იყო ანდღულაძე აცხონოს ღმერთმა და ეკითხება რა აქნესო ამ შენმა მეგობრებო პაპულაო რა აქნესო და გუშინო ისაკიასთან იყენო მამა იტირესო მერე ჩემთან გამეიარენ დედა მიტირენო გახვენდა წევიდან ბათუმში სანამ თქვენთან მოვიდოდი, ახლა სპექტაკლი ვითამაშეთ, იავნანამ რა ქნა, რატო ყვები ახლა ამას. ერთი მერაბ კირკიტაძეა ძალიან კარგი კეთილშობილი ადამიანი და აქვე ბროსეს ქუჩაზე ცხოვრობს, ჩვენ ხარ ჩემი ბატონი და ამასინად გადამიპატიჟა მასთან სახლში. საოცარი მასპინძელი, უგემრიელესი ადამიანი და
მეკითხება რომ მეზობლები ხართო თქვენი თეატრი ჩემთან და რამდენი მსახიობი ყავსო მეუნეო. მივთვალე, მოვთვალე და აღმოჩნდით 18 მსახიობი მყავს მეუთან. არ ვარ გავამეთქვა. არა. თეატრი იყო კაი კოტე მახარაძის თეატრი ერთი მსახიობისო მითხრა. ბიჭო დავიბენი ცოტა ეხლა რატო ბატონო მე დასაბაიჯებლად იყო კაიო. 18 კაცურა და გვადიო. იონის საორგანიზაციო. ჩემი მეზობელი მივიდა ექიმთან. და ექიმა გამოუწერა წამალი. დღეშიო სამჯერო ჭამის შემდეგო. მარინა ექიმო სამჯერო ჭამდე დღეში წამალი რა სიკვდილად ინო. გადავრევშე რომელ ჭამი მისავები. არ მოდიხარო გასვენებაშიო? კუკურას გასვენებაშიო? ჯო კუკურას გასვენებაო გადეიტანეს შაფათიზა არ გაგიგიაო. შაფათიზა რეიზაო, კი გამოკეთდება ეხამდეო. მოფიქრება ხომ და აი არ დაფიქრდება ამაზე. შაბათიზა რა გამოკეთდება. გურულებს გვაქვს ერთი კარტი ბანკოს თამაში ქვია ბელოტი ესეთი თამაშია. აი იმიტომ რომ გურის გარდა ამ თამაშს არ ვერ შეხვდები ვერსად. არც ინტერნეტ სივრცეში არ არის ეს თამაში. არსად მარტო გურულები თამაშობენ. გურულები სადაც იკრიბებიან დედაქალაქშია თუ სადმეს იქ შეხვდები მარტო ამ თამაშს. სულ კაცის ნაკლებობა 4 კაცი უნდა ამას და არ იცის ახლა ბევრმა ბელო უნდა ასწავლო ახლა მაგალითად ჩვენ სამნი რო ვიყოთ უნდა გასწავლოთ ხო და ერთი გია მყავს ჯინჭარაძე მაგარი ძმაკაცი ჩემი ბუთურა და ვასწავლეთ გიას რა ეს თამაში და ახლა ახალ დამწყები რო ხარ ბელოტი იქნება ჯოკერი თუ რაც არ უნდა იყოს რაღაცა შეცდომებს უშვებ ხო რა თქმა უნდა და დრო ჭირდება ხო რაღაცებს და მოკლედ უშვებს ეს გია შეცდომა და მიდის რაკენიეს და ეს უნდა ჩამოსულიყო ეს უნდა და ისე მოხდა რომ აგერ ახლა ჩემო ბატონო კაი პროფესიონალ მოთამაშეებს ამ შენ მაგია ჯინჭარაძემ მოუგო ეს ბელოტი კი მოუგო და ზის ტატულიკა და შეხედეო უსწავლია ბიჭო ამას ბელოტის თამაშიო გამოხედა გიამ და ბიჭო ტატულიკა რას გეტყვიციო დათმა ისწავლა ველოსიპედით სიარულიო და მეო კარტის თამაშობი რა აფერო რა გასწავლე არა ცოტიაო